რაღაცა X რიცხვი, რომელია აქედან აქტიური, რომელია აქედან სახელმწიფო, რომელია აქედან ფედერაცია, ეს არ არის გამოხშირული. თქვენ ავტომატურად ამას რატომ უკავშირებთ? ანუ აქ არის მნიშვნელოვანი, არ ვიცი, იურისტობა არ ჭირდება, მე მგონი, ამას ელემენტარული გონივრული განსჭირ ჭირდება იმას, რომ ვიზე ვრცელდება ეს კანონი 1%-მა თუ მოგმართა, ეს ნიშნავს, რომ ეგრეთ წოდებულმა 1%-მა იქნებ მხოლოდ მასზე ვრცელდება. გავწიოთ რა. ხო, ამიტომ ორგანიზაციას რაც შეეხება, რომელთაც მოგმართა მოსარჩელეზე უნდა გითხოთ აუცილებლად. მოსარჩელე, რომელმა მოსარჩელემ ბუდეში მოგმართეს და თქვენს რომ 50 ორგანიზაცია. ხო, ეს ხო, კი ბატონო, 50 ზუსტი რიცხვი არ იყოს, მაგრამ ასე გვაქვს დაახლოებით წარმოდგენილი ამ დაახლოებით ამდენი განცხადება არის წარმოდგენილი, რომ ამბობს, რომ მე ვექცევი ამ კანონის მოხდენების ქვეშ, თუმცა მე არ დავრეგისტრირდები. აი ესეთი ამ ტიპის ახლა ციტირებას ვერ მოგწევ. ხაზარაძეზე მინდა კითხო, რომ უნდა გადაიხადოს ხაზარაძემ ჯარიმა და გამგიმართოს უცალად რატომ არ იხდის ამას? ეს თემა რო ამოვწუროთ არ ითქვა, მაგრამ დამასევინე. ხაზარაძეს ხო, მაიცა, როდის უნდა გადაიხადოს ხაზარაძემ ჯარიმა და იქ გამგიმართოს. მაშინ შემდეგ ამ თემას დაუბრუნდეთ ისევ, კარგით? თქვენ ანაკლიის კონსორციუმის კი ბატონო, ანაკლიის კონსორციუმის საჭიროთან დაკავშირებით კი მოგეხსენებათ, რომ მოიგო სახელმწიფომ საერთაშორისო არბიტრაჟში ეს დავა. დგას აი ჩემი კოლეგა გვერდით, რომელიც კურირებდა მიმართულებას და ის თუ მეტი დეტალი და გაინტერესებთ ამასთან მიმართებით გეტყვით. არბიტრაჟის საარბიტრაჟო დავის შედეგად დასრულდა სახელმწიფოს გამარჯვებით და 650,000 დაეკისრა ანაკლიის კონსორციუმს გადაიხადა სახელმწიფოს სასამართლოს ეტაპზე გეტყვით. ქალბატონ თამარ. წინა საკითხს რო დავუბრუნდეთ. კაი, შემდეგ მე. რომელმა მოსარჩელემ ჩვენ არ ვაპირებთ ერთი წუთი რომ არის მიცოთ რომ მოიწიოთ. ანუ ის დაწიეთ, მეგობრებო, მაგითო ვერ მოდის. კიდრე აშკარად ვაწევ. ჩიმსკენა და ვერ გავიგებ ის. თუ ყოველს უნდა გაიგოს მანე. კარგით, ერთ-ერთმა მოსარჩელემ შემოიტანა განაცხადი რეესტრში რეგისტრაციაზე. ჩვენ ამ ინფორმაციას არ ვაპირებთ რომ გავცეთ. რატო უნდა გავცეთ? მხოლოდ ერთს აქვს შემოტანილი. მოსარჩელე და ანუ 122-დან იმ სამ ორგანიზაციამ მოსარჩელე, აი კარგად კი ბატონო, სამ. მაგრამ არ ვაპირებ რომ დავასახელო, მე არ ვიცი ახლა. კარგით. ერთი საკითხი, ქალბატონ. თუ 233-ში. არა, სალბარი არის მოსარჩელეებში. რომელიც იმავდროულად შემოიტანეთ. გადავერეგისტრირებს. კარგით, ქალბატონ თამარ. 233. ბოდიში რა, ძალიან შიგნით ხაზა. ქალბატონ ერთ საკითხს გავარკვევ, რომელზეც ზუსტად ვერ მივიღე პასუხს ხმათა დარბაზში და დავაზუსტოთ თუ შეიძლება. ახლა რომ იწყება მონიტორინგის პროცესი, თუ შეიძლება გვითხრით ინტერპრეტაციების საშუალება რომ არ იყოს. რა ფორმის დეტალებზე საჯურნალისტის ეროვნული კარგი, ერთ კითხვას დაგიწყოთ. თქვენი აზრით, აი ეს არაკონსტიტუციური კანონის მიმდინარეობს. საკმაოდ კარგად დაიცვა ის სამინისტრომ დღეს. ჩვენი აზრით იუსტიციის სამინისტრომ იმ მანდატის ფარგლებში ესაუბრა, რა მანდატის ფარგლებში უნდა ესაუბრა და გასცა მოსამართლეებისათვის ამ ეტაპისთვის და მხარეთა მიერ სარჩელებში და ზეპირ სიჩქარესაც წამოყენებულ საკითხებზე ყველა ამოწურავ პასუხი. ჩვენ კვლავ აყვართ და თუ რაიმე იქნება შემდგომში ჩვენი მისამართი კიდე საინტერესო, ჩვენ აუცილებლად ძალიან კომპეტენტურად ამას ტრადიციულად ავხსნით და დავასაბუთებთ. სხვა მონიტორინგთან დაკავშირებით მოგზაურობ მაშინ. რა გითხრა? კითხვა დავხო, მეგობრებო, გახსოვთ, ყველა გვაინტერესებს და დავხო. ხო, საქმე და ის არ უთქვამს, რატო არ იხდიდა რა. არ ვაცალეთ ბოლომდე ლაპარაკი. ფოტო უნდა გადავალო. რა თქო, გავიგე. გააკისრა სასამართლომ $650,000 დოლარიო, დოლარი იყო, დოლარში ლაინში იყო. ვარ და შემომდის ხმა. ხო, მაშინ გეცლია ჩემთვისაც კითხვა, რომ გამეგო წესიერად ადამიანი რას მეკითხებოდა, რას მეუნებოდა პასუხი. ისმენთ აბა. კარგი, და მონიტორინგი დავხობდი, ბატონო, მე მინდა გითხოთ მონიტორინგის პროცესთან დაკავშირებით მინდა გითხოთ. თქვენ ვფიქრობ დაახლოებით ზამაში. თქვენ აღნიშნეთ, რომ დაახლოებით 1 თვიანი იქნება ეს მონიტორინგის პროცესი, ხო? რა ფორმებით აპირებთ ორგანიზაციების შესახებ ინფორმაციის მოძიებას? რა გზებით და რა ფორმებით, თუ შეიძლება რომ აღნიშნოთ? გამარჯობათ, მადლობა კითხვისთვის. პირველ რიგში მონიტორინგი გულისხმობს, რომ განისაზღვროს ის სუბიექტები, რომლებიც აკმაყოფილებენ კანონმდებლობით დადგენილ კრიტერიუმს, რომ 20%-ზე მეტი შემოსავალი არის მათთვის უცხოური ძალის მიერ
ჩარისხული. შესაბამისად, თქვენ წინა კითხვები რაც ეხებოდა მაგალითად იმას, რომ რამდენი სუბიექტი გვაქვს საქართველოში რეგისტრირებული და რამდენი მოვიდა დასარეგისტრირებლად. უნდა ამოვიდეთ იქიდან, რამდენი აკმაყოფილებს კანონის ამ მოთხოვნას. ხომ? ანუ არ შეიძლება დავითვალოთ ისე, რომ რაღაც X რაოდენობა სუბიექტების არსებობს, 200.000-ზე მეტი კომერციული იურიდიული პირი არსებობს, შეფესი ან სხვა დანარჩენი, რომელზეც შეიძლება ეს კანონი ვრცელდებოდეს, თუ ის მაგალითად არის სამეუწყებლო კომპანია, ან გააჩნია ინტერნეტ დომენი, ინტერნეტ ჰოსტინგი, ბეჭდვითი მედია საშუალება ქართულ ენაზე, ამას კანონი ადგეს და თუ მისი არაკომერციული შემოსავალი 20%-ზე მეტია. აქედან გამომდინარე, ჩვენ კანონმდებელმა ზუსტად ესე განსაზღვრა, რომ მათ ევალებათ მიმართონ ამ ორგანიზაციებს ევალებათ პირველ რიგში დეკლარირების ვალდებულება და მხოლოდ შემდეგ ამისა გიდება მონიტორინგის წესი. ანუ მონიტორინგი რას გულისხმობს, რომ უნდა გაირკვეს სწორედ ამ კანონიდან გამომდინარე არიან თუ არა ისეთი ორგანიზაციები, რომლებმაც თავი აარიდეს კანონით დადგენილი წესების შესრულებას და არ რეგისტრირდებიან შესაბამის რეესტრში, აი ასეთი შემთხვევებისთვის არსებობს წესი, როგორ უნდა მოხდეს. ანუ როდესაც მაგალითად თვით დეკლარირებას ეწევიან ორგანიზაციები, მიმართავენ საჯარო რეესტრს და ამბობენ, რომ ჩვენ ვართ ასეთი ორგანიზაცია, რომლის შემოსავალი უცხოური ძალის მიერ ფინანსდება და ეს არის 20%-ზე მეტი ჩვენი საერთო შემოსავლის, მაგრამ არ რეგისტრირდებით. მაგალითად აქ არის ასევე მედია ორგანიზაციები, რომლებსაც აქვს თავიანთ ვებგვერდზე გამოქვეყნებული, რომ ისინი არ დარეგისტრირდებიან შესაბამის რეესტრში, ბუნებრივია ესეც არის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გავრცელებული წყარო, ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც შეიძლება საჯარო რეესტრის შესაბამისად სტრუქტურულმა ერთეულმა ითხოვს და ამითაც მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია. მათ შორის სასამართლოზეც გაჟღერდა, რომ არის ისეთი სუბიექტები, რომლებიც არ მალავენ და თავად აცხადებენ, რომ არიან ამ კანონის სუბიექტები, მაგრამ არ აპირებენ რეგისტრაციას. ანუ სხვადასხვა წყარო ანუ აი ვინც კანონს არ ემორჩილება, ბატონო დავით, როგორ მოიძიებთ ასეთი ორგანიზაციების შესახებ ინფორმაცია? ჩვენ შეგვიძლია გამოვიხილოთ ინფორმაციები, როგორც საჯარო ორგანიზაციებიდან, ისე კერძო ორგანიზაციებიდან. ძალიან ჩავაგდოთ რა. უკაცრავად კომენტარს აკეთებ. როგორ მოიძიებთ ინფორმაციას ასეთი? ანუ საჯარო და კერძო ორგანიზაციები. საჯარო და კერძო ორგანიზაციებიდან იქნება გამოთქმული. როგორ აპირებთ? როგორ? აი გავაგრძელოთ თუ შეიძლება საინტერესო საკითხი. ისმებოდა საკითხი, რომ ჩვენი ორგანიზაცია, ანუ საჯარო რეესტრი შევა თუ არა მათ ოფისებში და ეს არ მოხდება. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია წერილობით ინფორმაციის გამოთხოვა. პირველ რიგში მას მივაწვდით ინფორმაციას, რომ დაიწყო მონიტორინგის პროცესი, შემდეგ მათ ექნება თვალდებულება, რომ წარმოუდგინონ საჯარო რეესტრის ინფორმაცია, შეავსონ საფინანსო დეკლარაცია, ისევ არ მოგვაწოდა. შემდეგ შეგვიძლია სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან და კერძო ორგანიზაციებიდან გამოვითხოვოთ წერილობით ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც შევაგროვოთ შესაბამის ინფორმაციას. ანუ საჯარო უწყებებს აქვთ ინფორმაცია მათი ფინანსური საქმიანობის შესახებ, ასე გამოდის? არ გამოდის ასე ბატონ დავით? არა, ნახეთ როგორ არის სხვადასხვა უწყებაში შეიძლება არსებობდეს გარკვეული ინფორმაცია. დიახ. მაგალითად ბანკები, საიდან შეიძლება გავიგოთ საფინანსო ანგარიშების შესახებ ინფორმაცია. აი რა საჭირო იყო ეს კანონი ბატონ დავით, თუ კი საჯარო უწყებებს ისედაც აქვს ინფორმაცია, საერთოდ საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ შეაგროვოთ ეს ინფორმაცია. არა, საჯარო უწყებებში ეს ინფორმაცია არ არის დაცული იმ სახით და იმფორმით, რაც ახლა მევსაუბრობ და გიგიმეორებთ, რომ არის კერძო ორგანიზაციებიდან შესაგროვებელი და საჯარო ორგანიზაციებიდანაც და შესაბამისად ამის ანალიზი არ ნიშნავს ეს ხელმისაწვდომია. აქ შეიძლება იყოს ხელმისაწვდომი მხოლოდ ოდენობა, რა ოდენობაზე შეიძლება იყოს საუბარი, მაგრამ კონკრეტული ხარჯები და ნებისმიერი ფინანსური ტრანზაქცია, რაც მათი მხრიდან იქნა შესრულებული, რას მიემართებოდა და რა მიზნით იქნა და როგორ იქნა მოზიდული თანხები, ამას შესაბამისი მონიტორინგით პარალელში ჩვენ ვერ დავადგენთ და არც არის ჩვენი მიზანი. ანუ ჩვენ უნდა გავსაზღვროთ, რომ პროცენტული შემადგენლობა 20%-ზე მეტი არის თუ არა, უცხოური ძალის მიერ მიღებული შემოსავალი, ხოლო დანარჩენი თავად უნდა შეავსოს დეკლარაცია. ანუ მასზე ვევალდებოდი ვალდებული გასცემის ინფორმაცია. ხუთაგვის უცხოური გამჭვირვალობის შესახებ კანონი პასუხობს. კანონი ეკვალიფიცირებს განსაკუთრებული კატეგორიის. თქვენ ხომ მას პასუხს თუ მაინც თქვენსავთ. თქვენ თუ იცით თქვენ უპასუხოთ დაელო. მომდე გისვამთ კითხვას. კომერციული ბანკები ამბობენ, რომ არ არიან ვალდებული გასცემის ინფორმაცია. პასუხობთ რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი ადგენს, რომ საჯარო რეესტრს შეუძლია გამოითხოვოს მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები. ბანკები ბატონო დავით, ახალი ხუთაგვის ეს იურიდიული საკითხებია. ბატონო დავით, ხო, გამიშვერა, ხო, გამიშვერა. ბატონო დავით, ხუთაგვისტოს გამოვითხოვე საჯარო რეესტრიდან და თქვენი იუსტიციის სამინისტროდან ინფორმაცია. მიღებთ, ანუ მომითხრათ. კი, ლაიში ვარ. კი ბატონო.
ეს ინფორმაცია ეხებოდა ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტის შესახებ ვითხოვდით თანამშრომელთა შესახებ ინფორმაციას, ასევე საშტატო ნუსხას, თანხას და თანხა დაიხარჯებოდა ამ ადამიანების შრომით ანაზღაურებაზე. ეს ინფორმაცია არ მოგვაწყვეტ. ეს ინფორმაცია კონკრეტული თანამდებობის პირების შესახებ დაიდო საჯარო რეესტრის ვებგვერდზე გასაჯაროდა, გაავრცელდა ეს ინფორმაცია. თუ არის წერილთან მიმართებაში კონკრეტული ნომერი შეგიძლიათ მოვცეთ და მე ამ წერილთან გიპასუხებთ. ანუ არ ვიცი. კონკრეტულად ვერ გიპასუხებთ, ეხლა რა წერილს ამბობთ. დღეს შემოდის 10000 წერილი საჯარო რეესტრში. და კონკრეტულად მომეცი წერილი, გავერკვევი და დაგიბრუნეთ პასუხს. ნახეთ, შეიძლება პასუხი გაცემულიც არის. თქვენ გამოაგზავნეთ ინფორმაცია, რომლის არ მოგვეცით საშტატო ნუსხა არ ჩაშალეთ და ეს ახსენით როგორც პერსონალური მონაცემებით დაცული ინფორმაცია. თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს თხოვთ პერსონალური ინფორმაცია. თქვენ ისეთ საკითხზე მისვთ კითხვას, რომელზეც მე მჭირდება ინფორმაცია. ანუ რის დეკლარირებასაც და ციტატების მოყოლებას ახდენ, მე უნდა მქონდეს. რა თქმა უნდა, მე პირობას ვაზრობ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომ წერილი რო ბარდება საჯარო რეესტრიდან, პასუხები გაიცემა აუცილებლად იმ ფორმით და იმ წესით, როგორც კანონი ითვალისწინებს. კარგით, დაგიბრუნდებით. სავალდებულო გადაწყვეტილება, მას შემდეგ, როდესაც ჩავთვლით, რომ ისინი ნებაყოფლობით არ ასრულებენ, სახელმწიფო გამოიყენებს მისთვის მიღებულ უფლებამოსილებას. შეიძლება კითხვა, ვიცით რა ნაწილი დავაზუსტოთ? მოსარჩელეთა ნაწილის მხრიდან გუშინ დარბაზში გაჩერდა აი მონიტორინგის პროცესში ოფისებში ინსპექტირების საკითხი და ასე შემდეგ. არც ერთი თქვათ ბრძანებაც იგივე მინისტრის არ ადგენს რა ფორმით შეიძლება ინფორმაციის მოპოვება მოხდეს, მათ შორის არ გამორიცხავს ოფისებში შესვლას და ანუ სიტყვებს უნდა დავუჯეროთ, რომ ოფისებში არ შეხვათ. აი აგვიხსენეთ ეს საკითხი. ერთადერთი უფლება, ისი უფლება საჯარო რეესტრის მიენიჭა, ეს არის ინფორმაციის გამოთხოვა. აქ არ წერია სადმე შესვლა, რაღაცის გაჩხრება. ინფორმაციის გამოთხოვა ნიშნავს კომუნიკაციას, მოთხოვნას შესაბამისი პირებისგან და მათვე უნდა მიაწოდონ ეს ინფორმაცია. თუ ინფორმაციას არ მიაწოდეს, მოხდება შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება. შესაბამისად, კანონს უფლება არ მიუცია არავისთვის, რომ სადმე იაროს შევიდეს. ანუ ეს ჩანაწერი გამორიცხავს შესვლას ოფისებში, რომ დავაზუსტოთ. გამორიცხავს ინფორმაციის გამოთხოვის გარდა ყველაფერს, ყველანაირი სახის მონიტორინგი. მხოლოდ ინფორმაციის მიღების გზით მოხდება მონიტორინგის განხორციელება. და ინფორმაციის მიღების გზით და მიზნით, ანუ შესვლა ინსპექტირება, ეს გამორიცხული არის ინფორმაცია გამოითხოვოს ეს წერია კანონში. ინფორმაცია ძალით ამოიღოს ის კი არ წერია, ინფორმაცია გამოითხოვოს. ინფორმაციის გამოთხოვა თქვენთვის ჟურნალისტები ხართ და იცით. ვაზუსტებ, იმიტომ რომ ასეთი მხოლოდ ჩვენ არ დაგვჭა ასეთი შტაბ-ეჭირება დარბაზშიც გაჟღერდა და ამიტომ გამართა და სასამართლოს ხმა და მოსამართლებაც დასვეს ეს კითხვა და აქ აგერ მეც გიდასტურებთ ამას. ანუ ეროვნული ბანკი ამბობს, რომ კომერციულ ბანკებს არ ეხებათ ეს კანონი. როგორ აპირებთ ბანკებისგან ინფორმაციის მიღებას? ერთ რაღაცას ვთქვათ, არ ჩათვალოთ რომ რაღაცაზე თავს ვარიდებ. ამ ნაწილში პროცესი არ არის დასრულებული. ფარეებმა უნდა დასვან კითხვა, მართლაც არ მართლებს დასვან კითხვა. მე არ მინდა. მედი ეროვნული ბანკი ამბობს, რომ მათ არ ეხებათ ეს კანონი და კომერციულ ბანკებს არ ეხებათ ეს კანონი. როგორ აპირებთ მიიღოს? ნახეთ როგორ ვასწავლოთ. ეს კითხვა პროცესი არ არის დასრულებული. პროცესი რო დასრულდება, მე შემეძლება უფრო თამამად გიპასუხოთ ყველაფერზე, რადგან მე არ მინდა მედიაში გაჟღერდეს რაღაცა იმაზე ადრე, ვიდრე მოსამართლეებს იპასუხოთ. ანუ ეს არის ელემენტარული პატივისცემა. ჯერ მოსამართლეებს გასცემთ ისე. ანუ დარბაზში. ერთი კითხვა მინდა დავისვათ. თქვენ ამ კითხვებს ეხლა 223 მოდი შემოვწმოთ. თქვენ იპასუხოთ. სტიგმატიზაციის ნაწილზე ვთქვათ, ბრალდებები არის სტიგმატიზება და ასევე არის ყოველდღიურად გამოფხილებული მოსაჩერების მხრიდან პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. ის რომ განმარტოთ კიდევ ერთხელ, რამდენად მოხდება პერსონალური მონაცემების გასაჯაროება და რამდენად არის მაღალი სტანდარტით დაცული. სტიგმატიზებას რაც შეეხება ჩვენ ხარებმაც აქვს საკუთარი პოზიცია, ჩვენს ხარმასთან, ჩვენ ვფიქრობთ, რომ არა მხოლოდ ჩვენი მოსადრებით, არამედ მათ შორის ევროპული სასამართლოების, სტრასბურგის სასამართლოს და ლუქსემბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილი სტანდარტი იძლევა იმისთვის საშუალებას, რომ ეს კანონი არ გამოიყენოს არავის სტიგმატიზებას. ამაზე ძალიან დეტალურად განმარტეთ სასამართლოს წინაშე. ეხლა რა თქმა უნდა შეგიძლიათ ის განმარტება ამოიღოთ და ნახოთ, რომ სტიგმატიზებას ეს არ გამოიყენოს, ეს არის ჩვენი შეფასება. მეორე კითხვა, რაც შეეხება პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ესეც კანონმდებლობით დადგენილი არის, რომ კანონმა მონაცემების დამუშავებელი ამ შემთხვევაში საჯარო რეესტრი შეზღუდა მიზნით. მონაცემების გამოითხოვება და დამუშავება მხოლოდ იმ მიზნით, რაც საჭირო იქნება მონიტორინგისთვის და ეს პირდაპირ კავშირში არის ფინანსური ტრანზაქციების გადამოწმებასთან. ამიტომ
ჩვენ ვერ გავხსნით და თან ჩვენ არ გავსულვართ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის ფარგლებიდან. იმ კანონის შეზღუდვები თავისთავად მოქმედებს. თქვენი საუბრეთ სტრასბურგის სასამართლოზე. სტრასბურგზე ისაუბრეთ და ეკო ბარე მე აქ ვარ და დავასრულე. ხო შეხო დავსვიდა მეც დავსვა მე კითხვას რა. რაც განიხილებოდა 9 წლის განმავლობაში და პარალელურად ეს პროცესები რო არ შეჩერდეს და რომ შეჩერდეს, რას დააზიანებს ეს ყველაფერი? კი, ეს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება იყო ძალიან საინტერესო იმ კონტექსტში, რომ ჩვენ ახლა საკონსტიტუციო სასამართლო ეს ლάβს ჯელობს არა არსებითად უფლება დაირღვევა თუ არ დაირღვევა საბოლოოდ. ჯელობს იმაზე, რომ დღეს უნდა შეჩერდეს თუ არა მოქმედება, რომ მომავალში რაღაც გამოუსწორებელი შედეგი არ დადგეს. და სტრასბურგის სასამართლოს ეს პრეცედენტი აჩვენებს, რომ სტრასბურგშიც კი კანონი, რომელიც იყო აბსოლუტურად განსხვავებული საქართველოში მოქმედი კანონისგან, რომელიც იძლეოდა ლიკვიდაციის შესაძლებლობას, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, საქმიანობის აკრძალვას, იძულებით აუდიტებს და ასე შემდეგ, რაც ჩვენს კანონში საერთოდ ნახსენები არ არის. ამ შემთხვევაშიც კი სტრასბურგის სასამართლომ არ ჩათვალა, რომ ეს იყო ისეთი კანონი, რომელზეც სწრაფი რეაგირება უნდა მოეხდინა, ან დროებითი უზრუნველყოფის სახით კანონის მოქმედების შეჩერება გამოეყენებინა, ან თვითონ პროცესი დაეჩქარებინა და 9 წელი იხილავდა. მე ამით იმას კი არ ვამბობ, რომ კარგი ან ცუდი, უბრალოდ ეს აჩვენებს, რომ კანონის შეჩერება ვერ გამოიწვევს გამოუსწორებელ რაღაც არ არის გამოუსწორებელი ზიანის საფრთხე და ეს თვითონ სტრასბურგის პრაქტიკით არის. ანუ ამაზე დიდი ინსტანცია აღარ არსებობს, იცით თქვენ ევროპული სასამართლოში, რომელმაც 9 წელი იმიტომ განიხილა ეს საქმე, რომ ჩათვალა, რომ ყისიერი რისკები არ არსებობს და ამ შემთხვევაში ყისიერი რისკები საერთოდ არ არსებობს. ბატონო, ეს თემაზეც მინდა რომ ვკითხოთ. რის კითებას აპირებს დღეს იუსტიციის სამინისტრო, რომ უფრო მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია გემორჩილებად, ვიდრე არის მოსარჩელე ამ კანონის? იუსტიციის სამინისტრო დღეს აპირებს უპასუხოს მოსამართლეებს, უპასუხოს ხარებს კითხვებზე, რა კითხვებზეც ეკრა პასუხი. რას ამტკიცებთ დღეს 233 ადამიანი ორგანიზაცია არის რეგისტრირებული, ესე თქვით, რომ მათ გამოთქვა სურვილი და ამიტომ გეკითხებით, უფრო მეტი არის ვინც მორჩილება კანონს და უფრო ცოტა ვინც არის მოსარჩელი ამ კანონის და ამოწოს ეს კანონი? ჩვენ არ ვამტკიცებთ, კითხვა დაიწყო სტატისტიკაზე და სტატისტიკა აჩვენებს ამას, რომ 122 მოსარჩელი არის წარმოქმნილი, რომელიც ამბობს, რომ აგვე მორჩილები და 213-მა შემოიტანა განცხადება, რომელიც იყო დამარცხებული. 30,000 არასამთავრობო ორგანიზაცია არის ქვეყანაში. ეს კანონი არ ვრცელდება ყველა არასამთავრობო ორგანიზაციაზე. ვრცელდება მხოლოდ იმაზე, რომლებიც უცხოურ დაფინანსებას იღებენ და იღებენ თან 20%-ზე მეტ. შესაბამისად, ეს მონაცემები აჩვენებს, რომ შესაძლოა კანონი ძალიან მცირე სეგმენტზე გავხსნას. არა ის როგორც ამბობენ, რომ ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია პირიქით ძალიან მცირე პროცენტი, ეს 1%, რომელსაც თქვენ იღებთ, შეიძლება სწორედ იმას ნიშნავდეს, რომ მხოლოდ 1%-ზე გავრცელდება კანონი. დღეს ამას ვერავინ ვერ იტყვის, სანამ მონიტორინგი არ განხორციელდება. მხოლოდ 1%-ზე გავრცელება აჩვენებს იმას, რომ არავის მასობრივი კონტროლი არ ხდება. ბათუმელები დანვარ ნეტგაზეთი ბათუმელები 5 აგვისტოს აინახეთ ოფიციალური ნაცვლია გამოვითხოვე საჯარო ინფორმაცია იუსტიციის სამინისტროდან ვითხოვდა ინფორმაციის ფინანსური დეკლარების დეპარტამენტის შესახებ. აი თუ გინდათ სამინისტროდან და რეესტრიდან ცალ-ცალკე წერილები გავაგზავნე ორივედან. ვითხოვდი კონკრეტულად რამდენი ადამიანი იყო დასაქმებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტში მოგეწოდებინათ საშტატო ნუსხად ჩაშლილად და ამ ადამიანების შესახებ ინფორმაცია. გარღვეულია ვადები, ანუ მივიღე 10 დღის დაგვიანებით, ანუ 10 დღე რო გავიდა პლუს როგორ გითხრათ, თქვენ წარმოგიდგენთ რომ ყველა განცხადებაზე ეს არა მესმის, მაგრამ თქვენ ხო ამ სისტემის ხელმძღვანელი ერთ-ერთი ხელმძღვანელებს აუცილებლად მოვიკითხავთ და ვნახავთ რა რეაგირება იქნება. ანუ მოგცემთ, ნახეთ არასრულყოფილად არ გვინდა რომ ერთად ანუ რასაც საკითხი ამიც ახლა მეუბნებით თქვენ ყოველდღიურად ხო წარმოგიდგენთ სამინისტროში რამდენი კორესპონდენცია შემოდის. ზეპირად როგორ უნდა ვიცოდეთ? არ მაქვს ინფორმაცია, მოგმართეთ წერილობითაც შეგვიძლია და ზეპირადაც თუ მექთ მეწოდინება რეპეტირებ, უფრო დღეს მოიცით რა პროცესებს ვარ და ახლა ეს არ მექნებოდა. აჰა, ამ პროცესს ეხება და რუსულ კანონს ეხება. ასევე კიდევ ერთი კითხვა, რომელიც დამრჩა. როგორ აპირებს იუსტიციის სამინისტრო სექსუალური ცხოვრების შესახებ, რელიგიური წამსის შესახებ ინფორმაციის ამოღებას და გაგებას? არაპირებს და არც კანონი არ აძლევს ამის უფლებას. კანონი აძლევს ვიწროდ მიზანთან დაკავშირებით პერსონალური ერთ მათ შორის ჯანმრთელობის მდგომარეობას და შესაძლოა ცალკეული თანხა იყოს მაგალითად დაკავებული მდგომარეობაზე და ამ ინფორმაციას არ გაასაჯაროებს უბრალოდ თუ ორგანიზაციები დახარჯა რომ რაღაცა დაეხმარა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შესაძლოა ამის მტკიცება დაჭირდეს, ოღონდ ეს არ იქნება არასდროს საჯარო. მაგრამ ამას არ აპირებს იუსტიციის სამინისტრო მხოლოდ ვიწროდ
ფინანსური მონიტორინგისთვის რაც საჭიროდება, იმას გააკეთებს. ამის უფლება კანონს არ მიიცემს. გასაგებია. მოგესალმებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოდან ეს აქ გაგრძელდა რუსული კანონის განხილვა სასამართლო პროცესი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სასამართლო პროცესი რომელიც გუშინ 29 აგვისტოს დაიწყო განიხილება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს რუსული კანონის შეჩერების საკითხს. არის 4 მოსარჩელე და 4 მოსარჩელე ითხოვს რომ საკითხის სრულად განხილვამდე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დროებითი შეჩერების ზომა გამოიყენოს და შეაჩეროს კანონის მოქმედება. ვიცით თქვენ რომ რუსული კანონი მიიღეს მიმდინარე წლის 3 ივნისს მოაწერა ხელი მას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კანონის ამოქმედებას ჰქონდა თავისი ვადები და ძალაში შევიდა 3 აგვისტოს რაც ითვალისწინებდა ანუ კანონი ითვალისწინებს რომ არასამთავრობო ორგანიზაციები მედია ორგანიზაციები ყველა ის იმ ტიპის ორგანიზაცია რომლის საერთო შემოსავლის 20% მაინც არის უცხოური დაფინანსებით დარეგისტრირდეს სპეციალურ რეესტრში. რუსულ კანონს მისი დაინიცირების დღიდან ეწინააღმდეგება სამოქალაქო სექტორი, მედია, თქვენ იცით რომ 2 თვის განმავლობაში უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობდა საქართველოს პარლამენტის წინ, სანამ ქართული ოცნება მიიღებდა ამ კანონს. რუსული კანონი გავლენას მოახდენს სრულიად ქართულ საზოგადოებაზე. ეს არ ეხება მხოლოდ ერთ კონკრეტულ ჯგუფს. ამ კანონის მოქმედებას ჩვენ შემდეგ თვეებში თუ მას საკონსტიტუციო სასამართლო არ შეაჩერებს ძალიან მძიმედ და მკაცრად ვნახავთ, რადგან ეს არის რეპრესიული კანონი, რომელი კანონის მსგავსმა რეპრესიულმა კანონმაც რუსეთში გააქრო არასამთავრობო ორგანიზაციები, გააქრო დამოუკიდებელი მედია, გააქრო თავისუფალი სიტყვა. ახლა არის შესვენება, როგორც უკვე გითხარით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს რუსული კანონის შეჩერების მოთხოვნით სასამართლოში შესულ 4 სარჩელს. ლაივის დასაწყისში თქვენ საშუალება გქონდათ მოგესმინათ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილისთვის თამარ ტყეშელაშვილისთვის, ასევე იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი იყო ბოლოს და კიდევ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი დავით დევიძე, რომლებიც დღეს პასუხობდნენ სასამართლოს კითხვებს. დროებით დაგემშვიდობებით და ვეცდები ახალი ინფორმაციის მიღებისთანავე დაგიკავშირდეთ. სასამართლო პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ბათუმელებისა და ნეტგაზეთის ვებგვერდებზე, ასევე ჩვენი სოციალური მედიის არხებზე, სადაც თავსდება ყველა მნიშვნელოვანი გამოსვლა, რომელიც კი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში აქვთ და ჰქონდათ სპიკერებს.